Ტიპას ექიმებო გილოცავ დაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და რაღაცა ხელახალი ათვლა ჩემთვის თითქოს აქაც იწყება რაღაცეების, რაღაცნაირი ადამიანური ფაქტორების. გილოცავ და სრულიად ქრისტიანულ მოსახლეობას, არა მარტო ჩვენი ქვეყნის. მოკლედ დღეს რა თქმა უნდა თემები გვექნება, მათ შორის საღდგომო განწყობის, თუმცა დავიწყებ სულ სხვა თემით, რომელიც უკავშირდება მაგნიტური რეზონანსული კვლევების ცოტა სხვა განზომილებაში გადაყვანას. და გეტყვით რა ხდება. მოკლედ ადამიანებმა, რომლებიც იკვლევდნენ ძაღლების მიმართულებით რაღაც საინტერესო საკითხებს, გადაწყვეტეს რომ ჩაეტარებინათ მათზე კვლევა, MRT კვლევა. როგორ? და აი გეტყვით. და 12 ძაღლი არა გაწვრთნეს იმისათვის რომ მათ შეძლებოდათ შეურხევლად გაჩერება MRT-ს კვლევის პროცესში. ეს ერთი რამხელაში რომ ჩაიდო იმაში რომ 12 ძაღლი ასეთ მოცემულობაში იყო უდრეკი და მიიღო ის დავალება რაც დაავალეს და გააკეთა. ამ ძაღლების შორის იყო, მოდით ვთქვათ, ჭკვიანი ძაღლები, რომელიც ძაღლი ალელი ჭკვიანი, მაგრამ გარწმუნებული ძაღლები, რომლებიც არიან დაუშვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამხმარე ძაღლები, მაშველი ძაღლები, მოკლედ გმირი ძაღლებიც და დააკვირდნენ მათ ტვინის მოქმედებას, რომელიც იყო სუნებთან დაკავშირებული და აირჩიეს საკვლევად 5 მიმართულების სურნელი და მოკლედ შეისწავლეს თითოეული მათგანი. 5 მიმართულების სურნელი და რა იქნებოდა? ერთი იყო, რა თქმა უნდა, საკვების სუნი. მეორე იყო ნაცნობი მეზობლის ან ვიღაცის ძაღლის სუნი, ესე ნაცნობი ცხოველის სუნი, მოდი ესე ვთქვათ. მესამე იყო უცნობი ცხოველის სუნი, რა თქმა უნდა. იყო პატრონის სუნი თავისთავად, ალბათ ყველაზე ისეთი სუნი ნაცნობი და იყო უცხო ადამიანის სუნიც, ეს 5 მიმართულება. როგორ ფიქრობთ, რომელი სუნი იყო ის, რომელიც ყველაზე მეტ აქტივობას იწვევდა მათ ტვინში? მან ერთი თქვენ ძაღლს რომელი ექნებოდა? ჭამა. ისე? ანუ ჯიშს გააჩნია რა? ხო და შენ ორი სხვადასხვა ჯიში გყავს. ერთი ის ეზოტერიერი არის ანუ. და მე ეზოტერიერი. ხო და რო ერთნაირად აქვს თუ არა? არა. სენსორები. არა. აბა თქვი რომ მოსაკრა. სხვა ტიპები არიან. ანუ ის ტიპები ძალიან პატრონებულებიც არიან. ის რომელია? ეზოტერიერი. ეზოტერიერი პატრონზე უფრო რეაგირებს. პატრონზე უფრო რეაგირებს და ჩემს საჭმელს დაუდე, ანუ არა ინტერესებს ას დედა. საერთოდ გადაკეტილია. ნუ მოლოდინის არით ამისი. ლევან შენები რა შვებიან? ჩემს საჭმელი ძალიან უყვართ, ანუ ის პროცესი რომ რაღაცა სნექს რო ვაძრე ხოლმე, ძალიან უყვართ და ნუ ისე ძალიან თბილები არიან და ეხა ჩვენ დანახვაზეც აი რა ვიცი. არა, დანახვაზე ყოველ საღამოს რომ მივდივარ, დაკოსკნევით და ერთი ამბავია და შემოხტომით და ამ 5-დან მაინც ალბათ პატრონს და საჭმელი. ხო, ანუ პატრონის საჭმელი. ანუ პოზიტივს ალბათ. პატრონის საჭმელი. მოკლედ ამ კვლევამ აჩვენა შემდეგი რამ, რომ თითქმის ძაღლების უმრავლესობამ სრულად ყველას ერთ კონკრეტულ სურნელზე ქონა ყველაზე მეტი აქტიურობა, ასე ვთქვათ, ტვინის და ეს იყო რა თქმა უნდა პოზიტიური აქტიურობა მათ ტვინში, რომელიც ამ სიამოვნების ჰორმონზე არის პასუხისმგებელი და ეს იყო პატრონის სუნი. მე არ გამიკვირდა, ზუსტად ვიცოდი ჩემი ძაღლის შემთხვევაში რო ასე იქნებოდა, იმიტომ რომ მე თუ სახში ვარ, არც ჭამს, არა თუ რამე სხვა. სულ არ მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი. მოწყენილია, ხო? ზუსტად ვიცი, არც საწოლიდან არ დგება თუ არ შევალ სახში. ნუ ძალიან დამოკიდებულია პატრონზე. ამ შემთხვევაში ჩემზე. აი სწორედ ის ნაწილი, რომელიც მათ თუ აქტიურდებოდათ, ხო? ნუ ადამიანებში ის ნაწილი ტვინის ზუსტად იგივე განაგებს, ანუ აი სიმშვიდის, კომფორტის, მდგომარეობის შეგრძნებას. ანუ ეგ ადგილი ხო, ტვინის. რომელიც იმათ გაუაქტიურდათ, ხო? ხო და თან ახე რო დაგინახავენ, ხო თქვუტავენ, გიждდებიან, დარბიან, ახტებიან ყველა ავერს, ყველა იმას. მაგრამ მე ხო იქ მე მოვა და მოწვევა. მე უნდა მოფხანო. აი თიკა შედასწის ხთი ამ კვლევამაც იგივე დაადასტურა. ანუ ჩემი MRT-ს მუშაობ. აი როგორც შენი ძაღლაც აღწერე, ამ კვლევამაც უბრალოდ იგივე დაადასტურა, რომ ძაღლები მხოლოდ ის კი არა, რომ აი რაღაც პატრონი უყვართან, რაღაცა ის სიმშვიდე, სიამოვნება, რასაც ანიჭებს პატრონთან ერთად ყოფნა, არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო და ზუსტად ეს მიჯაჭვულობის ხო, აი რომ უბრალოდ ერთგულება არ არის, ეს არის ძალიან ემოციური კავშირი პატრონთან. იმიტომ არის ასე. როგორ ქვია მაგას, რაღაც უანგარო. სხვა ცხოველს არ აქვს ეს, რაც ამ ცხოველს აქვს, რომ აი იმიტომაც გიждდება ყველა თავის ცხოველზე, რომ ესეთი
საოცარი, აი როგორ თქვა, ის შენია სამუდამო ბოლო ამას ვთქვამდე და შეიძლება პირიქით შენ თუ არ ხარ ის არ იყოს, იმიტომ რომ შენ არ ხარ და ეს არის ეს მიჯაჭვულობა ალბათ, სიყვარულს და ყველაფერს მიჯაჭვულობაც და არ ვიცი, რაღაცა საოცარი უნარი, რომელიც მარტო შენთან ყოფნის დროს ანიჭებს მას ბედნიერებას. იმის გარეშე მას არაფერი არ წაჭმელი უნდა, არც მეზობლის არც ის უნდა, არც ეს უნდა. ხო და რაღაცა ეს თან არ არის ის რომ აი პატრონი რომელიც საჭმოს დაუდებს, აი ამის გამო არ არის ის რომ უხარია რომ პატრონია. დაუშვათ რომელიც თუნდაც გაასეირნებს თუ იზრუნებს მასზე. ეს უბრალოდ იმიტომ რომ შენ არსებობ. აი ეგრე არის ზუსტად. განცდა ბედნიერების რომ შენ არსებობ მის ცხოვრებაში. ხო, ნუ თითქოს ვიცოდით, ვისაც ძაღლები ყავს, მაგრამ ნუ ეს უკვე მეცნიერულად რომ ადასტურებთ. 40,000 წელზე მეტი არაც ადამიანი და ძაღლი მეგობრობს და ანუ ჯერ ბოლომდე ვერ ამოხსენით. მათი ენა არ ვიცით. ხო, მათი აი მაგ პროგრამას ველოდებით ჩორცხო ქონდა AI რო შიფრავს. ზუსტად და ცოტა შეესწრებათ ამ გზას ადგას, ამას ემსახურება ისიც რომ სადღაც საღლის გონებაში ჩავცვლეთ და ჩავწერით კიდევაც ფაქტია რომ ზუსტად ვიცით რომ ჩვენი ყოფით მათ უდიდესი ბედნიერება ენიჭება და წარმოიდგინე პატრონი რო ტოვებს რა არის? არა, ნუ. აქ სიჩუმეს მოგითხოვ, ყველა მიფიქროს თუ ვინმეს გაუელვებს თავში რომ მიატოვოს თავის ცხოველი და რა დღეს შეიძლება ჩავარდეს ესეთი ცხოველი. ხო და მე მგონი მაგ გზას ვადგავართ და მალე შეგვიძლია აპლიკაციით ველაპარაკოთ. ძალიან საინტერესო იქნება. აი რა გიყვარს ჩემში ასე ძალიან რო ეტყვი. აი რა არის ის რის გამოც არ გამწევია. ესეთ კითხვას მე მგონი პასუხს ვერ გასცემენ. მაგრამ ნუ გაიგებ მაინც. აი ჩემები მაგალითად ჩემები ვიცი რომ კონკურენცია აქვთ ერთმანეთთან. ეს ქალბატონი რომელიც არის პატარა იმას შეუძლია ტახტზე შემოხდეს და გახტება და მოდის იმას არ შეუულია და ის მოდის და ფეხებს იმაში ხო ის ყველაზე მეწოდება ხოლმე ამოვიყვარ. ჩავიზო და თითქოს ამას ვაბრაზებ ხოლმე რომ აი ნახე შენ რო ძლიერი ხარ შემოყვე ეს პროცესი. ნაირი საყვარლობა. მოკლედ, ჩვენ კიდევ უფრო გავიაზრეთ, რატომ არიან ძაღლები ასეთი ძვირფასი სულიერი არსებები ადამიანების ცხოვრებაში, იმიტომ რომ რეალურად თუ კი ადამიანს რამე უნდა საბოლოო ჯამში, ალბათ სამყაროც ამის გარშემო ტრიალებს, ეს არის სიყვარული უბრალოდ იმისთვის, რომ ხარ. და ეს უანგაროც მეცოტავება აი ამ გრძნობისთვის, რაც ძაღლს აქვს. აი უბრალოდ რო არსებობ. კი. აი ეს რაღაცა. არაფერი სხვა არაფერი მოლოდინი არის, სულ უმაჭმევ თუ როგორც არის. ამის მოთხოვნილება რადგან ძალიან დიდი არის ზოგადად საზოგადოებაში, უბრალოდ ამის დადასტურება ახლა მოხდა რომ ეს შეუძლიათ ძაღლებს და ნამდვილად შეუძლიათ აგერ უკვე ემერტებს ხეებით დასტურება.